აბსოლუტურად ყველა სიტყვაზე პასუხი არის ამ ექსპერტიზის დასკვნაში. ბრალლის დადგენილება ამ ექსპერტიზის დასკვნით პირდაპირ არის გამორიცხული. აღწერილია ბრალის დადგენილებაში, რომ გურამ მირცხვა პოლიციის მიმართულებით ის რომ მძიმე საგანი, აბსოლუტურად ყველა სიტყვაზე პასუხი არის ამ ექსპერტიზის დასკვნაში. პირველი ის რომ ეს საგანი მძიმე იყო თუ რა იყო, ამის დადგენა გამორიცხულია. მეორე ის რომ არ უსვრია პოლიციის მიმართულებით, არამედ ის რომ მათგან 50 გრადუსიანი დახრის კუთხით, რაც დისტანციის გათვალისწინებით და დგომის გათვალისწინებით ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ცარიელ სივრცეში გადაარდო მარჯვნივ და ზემოთ აისროლა გური მოიგერია უბრალოდ ეს საგანი, რომელიც პოლიციის მხრიდან იყო ნასროლილი და მოხვდა ან მას ან მის გვერდით მდგომ ადამიანს. ეს დადასტურდა ასევე დასკვნით და მესამე რაც ასევე დადასტურდა ისე რომ არ არსებობს ბუნებაში ექსპერტიზის მეთოდოლოგია ან კვლევის საშუალება, რომელიც ამ საგნის რაობას განსაზღვრავდა. ასევე დადასტურდა, რომ ეს მტკიცებულება თავის მხრივ იყო დამონტაჟებული იყო იმ ნაწილში, რომ ამ ვიდეო მასალაზე ნაჩვენები ქვა იყო სხვა კონტექსტში, სხვა ადგილზე, სხვა განათების პირობებში და სხვა რეალობაში გადაღებული და უბრალოდ ტექნიკურად იყო მიმაგრებული აღნიშნულ ვიდეოს. რაც შეეხება ჯანუარ-ჩაიას ეპიზოდს, საგნის რაობის განსაზღვრა აქაც შეუძლებელია იმ ვიდეოს საშუალებით, ესეც ერთ მნიშვნელოვნად არა დადასტურებული. საგანი, რომელიც იმდენ გაისროლა სავარაუდოდ ჯანუარ-ჩაიამ, არის იმდენად მცირე ზომის, რომ მისი რაობის განსაზღვრა შეუძლებელია და მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანუარ-ჩაიას ეპიზოდში ეს საგანი დაეცა პოლიციის კონკრეტული ერთი ადამიანის ეკიპირებული პირიდან რამდენიმე რაღაც მანძილის მოშორებით ასფალტზე და დაგორდა ისევ ჯანუარ-ჩაიას მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ ზმნა გამოყენებული არის კონტექსტში იმგვარად, რომ მიანიშნებს, რომ საგანი არ ყოფილა მძიმე, ან არ ყოფილა ისეთი ზომის და ისეთი ფორმის, რომელსაც ზიანი შეიძლება მიეყენებინა ვინმესთვის. ჯამი არის ესეთი. ორივე ბრალდებული შემთხვევაში საგნის რაობის განსაზღვრა იყო ეს მძიმე საგანი, არ იყო მძიმე საგანი, იყო თუ არა ის საშიში ობიექტურად ვინმე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ამის დადგენა თუ საგანი ექსპერტიზას არ წარუდგინეთ არის შეუძლებელი. ამას ამბობს ლიტერატურა, ამას ამბობს 25 წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი შესაბამისი აკრედიტაციით. საგნის რაობის განსაზღვრა არის შეუძლებელი.